პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას იმ უანგარო დახმარებისთვისა და მაღალკვალიფიციური შრომისთვის, რომელიც საიას გუნდმა გამოავლინა ამ წლების განმავლობაში, რომ არა ისინი ჩვენ ამ ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვიდით და ეს არის ფაქტი. მიულოცა ყველა დაზარალებულს 20 ივნისის საქმეზე ამ გადაწყვეტილებას, ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო და ავიცი მაგის მერე კიდე ბევრი საქმეები დაემატა სასამართლოს და დროთა განმავლობაში ალბათ დადგინდება კიდევ მრავალი სიმართლე. მე თქვენი კადრებიც არის იმ დღევანდელი, მე მაქვს ეს ნანახი, მაყურებელსაც ვაჩვენებთ ახლა, ეს 20 ივნისის ღამეა. თქვენ როგორ აღწერთ ვითარებას, აი ჟურნალისტურად დღეს რომ რეპორტაჟს ამზადებდნენ, რამდენად ძიმე იყო ეს ღამე, პერსონალურად არა მხოლოდ თქვენთვის, განსაკუთრებით საიას მოხსენებული 38 ჟურნალისტის დაშავებაზე იყო საუბარი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტებს აიდენტიფიცირებდნენ, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ყველა ნიშანი მიკროფონიდან დაწყებული და მიუხედავად ამისა მიზანმიმართულად აზიანებდნენ. კი ბატონო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნათლად დავინახეთ, რომ მიზანმიმართულად მედიის წარმომადგენლებს სისტემა პოლიციის სახით დაუპირისპირდა. არ ქონდა მათთვის მნიშვნელობა, ჩვენ ბეიჯი გვეკეთა, იდენტიფიცირებული ვიყავით თუ არა ჟურნალისტებად. ჩვენს საქმეშიც პირდაპირ ეთერში Facebook-ზე ნეტგადაცემი მიყავდა პირდაპირ ეთერი, უყვებოდი მაყურებელს რა ხდებოდა. ფაქტებს უყვებოდით, მხოლოდ დღესაც ფაქტების გახსენებას გთხოვთ. 50 წუთიანი ლაივ ჩანაწერია, მთელი იმ პროცესს აღწერდი 50 წუთის განმავლობაში და იმ დროს, როდესაც უკვე შეუძლოდ გავხდი და სპეციალური საშუალებებით, მქუთავი აირით, ფაქტობრივად გონებაც კი დავკარგე რაღაც პერიოდი. სპეცრაზმელის დახმარებით მოხდი პარლამენტის შიდა ეზოში და მახსოვს, როგორც კი გონზე მოვედი, პირველი იმას ვფიქრობდი, რომ Facebook-ზე ისევ ლაივი ხოა, დავბრუნდე და გავაგრძელო ამბის თხრობა თქო. როგორც კი მაყურებელს დაუბრუნდი და საუბარი განვაგრძე, პარლამენტის შიდა ეზოში მაშინ სავსე იყო პოლიციელებით, ერთ-ერთი გავეშებული პოლიციელი მომვარდა, გამაგდებინა ტელეფონი, სამწუხაროდ ჩემს ამ ლაივ ჩანაწერში არც ერთი პოლიციელის იდენტიფიკაცია არ ხდება, იმიტომ რომ სანამ მე პირდაპირ ეთერში ახლა თქვენს ეკრანზე რაც გადის მაგათში ვსაუბრობდი, აი ამ მომენტში მომვარდა ერთ-ერთი და შემდეგ უკვე პარლამენტის მთავარი შესასვლელიდან, რუსთაველის მხრიდან შესასვლელიდან ჭიჭინაძის ქუჩაზე გვერდისა შესასვლელამდე ფაქტობრივად ათობით პოლიციელის შეურაცხყოფის მოსმენა და ფიზიკური შეურაცხყოფის სატანა მომიხდა, გააკეთეს სპეციალური კორიდორი, რაღაც დერეფანი ჩემთვის. რომ ესე შემთხვევით ისევ სპეცრაზმელის დახმარებით პარლამენტის შიდა ეზოში აღმოჩენილი ჟურნალისტი, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, ბეიჯი მეკეთა, ვეუბნებოდი რომ ჟურნალისტი ვიყავი, მიზანმიმართულად ეს წიხლების რთმით, ხელების და დინებით გამომაგდეს და გადმომიგდეს ჩემი ტელეფონით უკვე გვერდითა შესასვლელიდან და მაშინ დადასტურდა ეს სწორედ რომ აზრი არ ქონდა ვის წარმოადგენელი მედიას თუ სამოქალაქო აქტივის ყველას ერთნაირად უსწორდებოდნენ და ის იმიტირებული საგამოძიებო მოქმედებებიც რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ახლა ქართულმა ოცნებამ ზაფხულში ჩაატარა რაღაც სანტიმეტრით რო ზომავდნენ ტყვიების სროლის მანძილს და რაღაც ამ ჩემ შემთხვევას არ ესადაგებოდა იმიტომ რომ არც ტყვია მომხვედრია სწავლებრივად როგორც ჩემს მრავალ კოლეგას 2019 წლის 20 ივნისს და არც რამე სხვა საგანი იცოდნენ რომ ჟურნალისტი ვიყავი, მეკეთა ბეიჯი, მქონდა პირდაპირ ეთერი და ესე მიზანმიმართულად ათობით სამართალდამცველმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მათ მაშინვე ვეუბნებოდი პირდაპირ ეთერში რომ ჩადიოდნენ დანაშაულს, მაგრამ რატომღაც იმდენად მაშინვე ჰქონდათ დაუჭირებლობის განცდა რომ ეს მათთვის რაღაც წინაღობას არ წარმოადგენდა და გააგრძელეს კოლექტიური დანაშაულის ჩადენა და ყველაზე კომიკური ამბავი ის არის ამ ჩემს საქმეში, რომ როდესაც გადაწყვიტა უკვე პროკურატურამ ჩემი დაზიანებების გამოკვლევა და სამხაროო ექსპერტულ ბიუროში წაყვანა, იმდენი ხანი იყო უკვე გასული, რომ ამ ჩემი სისხლჯაქსებები და დაბეჟილობები კი არა, მოტეხილობები ურჩება ხალხს მაგ პერიოდში. მაგრამ
ამავდროულად მე გავამადგა როგორც ეს ჩემი პირდაპირ ეთერის ჩანაწერი, ასევე იმ დილასვე 21 ივნისის დილას მე თვითონ წავედი სამხაროულო საექსპერტო ბიუროში, რადგან ასეთი სისტემური დანაშაული მიზანმიმართული პოლიციელების მხრიდან მაშინვე ვიფიქრე და ვიეჭვე, რომ ერთმანეთს ხელს დააფარებდნენ და მე თვითონ ჩავიტარე გამოკვლევა. და დაადგინა სამხაროულო საექსპერტო ბიურომაც არაერთი დაზიანება ჩემს სხეულზე. და საბოლოოდ, როდესაც თვითონ მიმიყვანა პროკურატურამ სამხარაულში, ისე ვის ექსპერტი დამხვდა ქალი, რომელმაც გამოიკლია და იმასაც ეცინებოდა აზრი ქონდა, მაშინ მიყონოს ვერ მივხვდა. ჩემი. ესეც აიყვანეს ჩემი მრავალი კოლეგა კიდე დაგვიანებით.